მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. თქვენი იდეების გაზიარებაში, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერისთვის, იმ სითბოს და ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენთ. უღრმესი მადლობა ყველას. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი თემით ჩემო ძვირფასებო. მოდი ახლა გავარკვიოთ. თქვენ და თქვენი პარტნიორი. თუ კი არ იმყოფებით ერთად და არ იცით ახლა რა ხდება. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას, გავარკვიოთ ეს. სათაურით თუ რა ელოდება თქვენს ურთიერთობას, ჩემო ძვირფასებო. მე ჩემს კარტებს წავიკითხავ სწორ მდგომარეობაში, აი ესე და ჩაიფიქრეთ ეს თემა. რა ელოდება თქვენს და თქვენი პარტნიორის ურთიერთობას და გავარკვიოთ მეგობრებო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, მე დავიწყებ თქვენი და თქვენი ურთიერთობის ენერგიით, თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა ორივე, არა მარტო თქვენ და არა მარტო თქვენი პარტნიორი. ორივე მეგობრებო, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში და სამართლიანობაა. ახლა რაც ხდება თქვენს ურთიერთობაში არის სამართლიანი. გაურკვეველია თქვენი ურთიერთობა მეგობრებო და ახლა არის ურთიერთობაში სიახლეების დრო. სიახლეების დროა ახლა ურთიერთობაში, სამართლიანობის დროა. სამართლიანობიდან იმ სამართლიანობაში თუ კი იყო გაურკვევლობა, გინდათ რომ გაერკვიოთ ამ ყველაფერში. კიდე აქ არის კიდევ ქურუმი ქალი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ახლა ხართ იცით როგორ ენერგიებში? აი სულიერად განვითარების ენერგიებში და სამართლიანობის ენერგიებში და გინდათ რომ სიახლეები დაიწყოთ. ამ ყველაფრისთვის თქვენ მუხჩახრილი შრომობთ და ძალიან ბევრი გეგმები და ოცნებები გაქვთ ამ ურთიერთობისთვის. თუმცა ეს შეიძლება იყოს კიდევ დაფარული თქვენთვის ბევრი რამ. ისიც რომ გადაწყვეტილების წინაშე გახართ და გინდათ რომ თქვენმა პარტნიორმა გადაწყვეტილება თქვენსკენ გააკეთოს და აი ესე მოვიდეს. თუმცა რადგან ახლა ორივეს ენერგიებს ვკითხულობ ჩემო მეგობრებო, ხო, მოდი ვიტყოდი იმასაც რომ თქვენი პარტნიორი ფიქრობს რომ გადაწყვიტოს თქვენსკენ ნაბიჯი და აი ესე მოვიდეს თქვენამდე. თუმცა უნდა რომ კიდევ რაღაც გაგაგებინოთ, მოგწეროთ. რაღაც შეტყობინება გამოგიგზავნოთ. კიდევ რა ენერგიებში იმყოფებით ორივე, არა მარტო ერთი, ორივე მეგობრებო. კიდევ რა ენერგიებში იმყოფებით. აჰა, თქვენი პარტნიორიც, მეგობრებო, რომ თქვენს პარტნიორს უნდა პასუხისმგებლობის აღება და თითქოს და რაღაც პასუხისმგებლობაზე საუბრობს. აი კიდევ ქვევიდან ესეთი მუშაობის კარტი, აი კიდევ ესეთი სიყვარულის კარტი, მეგობრებო. თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს უნდა რომ პასუხისმგებლობაზე იფიქროს, სიყვარულზე ფიქრობს თუ როგორ იმუშაოს ამ ურთიერთობაზეც, მაგრამ ამ სიყვარულზეც, მაგრამ ამ სიზარმაცეს რა უყოს არ იცის და ამ აი პაჟი მეგობრებო, ბავშვურს აქციელებს რა უყოს აღარ იცის. როგორ დაატრიალოს ბორბალი აღარ იცის და ამ ყველაფრის ფიქრში ძალაც გამოლეული აქვს მეგობრებო. არა და მანიპულატორი ადამიანი. აი მეგობრებო, ესეც თქვენ. თქვენი პასუხისმგებლობა, თქვენ უფრო მეც იღებთ ამ პასუხისმგებლობას, უფრო მეც იღებთ ურთიერთობაზე, ვიდრე თქვენი პარტნიორი ჩემო მეგობრებო. აი ესეთ ენერგიებში ხართ. თქვენ უფრო მეტი პასუხისმგებლიანი და თქვენ უფრო მეტი სამართლიანი ხართ, ვიდრე თქვენი პარტნიორი, ასე რომ იმიტომ ხართ გაურკვევლობაში მეგობრებო, იმიტომ იმყოფებით გაურკვევლობაში, თუმცა ამ ადამიანს უნდა პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ ყველაფერს გაურბის, სიყვარული აქვს, უნდა ემოცია აქვს, უნდა კი, მაგრამ თქვენგან უფრო მეც მოითხოვს, ვიდრე თვითონ დებს ამ ურთიერთობაში და ამ ურთიერთობას აპაუზებს მეგობრებო. პაუზაშია თქვენი ურთიერთობა და დაპაუზებული ხართ მოკლედ თქვენს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პარტნიორიც ფიქრობს მოსვლას, იმიტომ რომ მას აქვს კოშკი და მას აქვს თავზე ჩამომხობილი ყველაფერი და ფიქრობს ახლა როგორ გამოვიდეს ამ ურთიერთობის გაუგებრობის და ამ ურთიერთობაში გაუგებრობის სიტუაციიდან. თუმცა ფიქრობს კი, არალოგიკური მსჯელობა და აზროვნება აქვს, არალოგიკური საქციელი აქვს, გამართლება არ აქვს მის საქციელს მეგობრებო, მან ძალიან კარგად იცის, თუმცა ფიქრობს ახლა როგორ მოაგვაროს ეს ყველაფერი.
ემოცია აქვს მეგობრებო. თქვენთან ძალიან ბევრი ოცნებები და სურვილები აქვს, ასასრულებელი და დაგეგმილი. თითქოს და სადღაც გამგზავრებაზე ფიქრობს, გამარჯვებაზე ფიქრობს და ამბობს, რომ აი რასაც ამბობს, იმას არ გადავა. ანუ ძალიან ჯიუტი. ძალიან ჯიუტი, თქვენ მას ელოდებით, მეგობრებო, ისეთ ენერგიებში ხართ, გინდათ რომ იყოთ, აი, იცით როგორ პრობლემების მოგვარებას, გაურბის მეთქი, თქვი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მას აქვს რაღაცა პრობლემები მოსაგვარებელი თავისი, სავარაუდოდ ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, თქვენ მას ელოდებით და კიდევ ხართ ძალიან ხმლების პოზიციაში მასთან. თუმცა თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს ისეთ ენერგიებშია, აი ესე მოულოდნელად უნდა თქვენთან მოსვლა და გამოჩენა, აი პირი რო დაგჭეთ ღია და უნდა რომ იჯდეს ტროლზე, აი ცხრიანების თასი, თავისი ბევრი სურვილი აიხდინოს, ამბობს რომ ვიმუშავებ ამ ურთიერთობაზეო, თუმცა მანც არ იცის როგორ იმუშავებს ამ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ძალიან ისეთ მთვარეში და ყვავებშია და უფალს ევედრება ეხლა დახმარებას თუ როგორ გამოვიდეს ამ ყოლაფრიდან, მაგრამ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან აქვს ძალიან ბევრი კონფლიქტი, ანუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ის, რასაც თვითონ აკეთებს და გთავაზობთ. აი გთავაზობთ, თქვი და კარტიც აგერაა მეგობრებო და ამიტომ გაურბის ამ ყველაფერს. აი თქვენ რასაც ეუბნებით, იმას არ აკეთებს, მას უნდა მხოლოდ თავისი აზრი მოგახვიოთ თავზე, გპირდებათ რაღაცეებს და არასრულებს, თქვენ მერე ეს ყველაფერი ძალიან გაღიზიანებს და ხმლების პოზიციაში რჩებით, თუმცა თვითონ გარბის უკვე. გარბის მეგობრებო და გტოვებთ ესე მოგონებებში თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. აქ არის არაჯანსაღი ურთიერთობა. მერე შედიხართ ხართ ახლა დანაკარგებში ამ ყველაფრის შემდეგ და აქ მე საკუთრეობას აქვს ადგილი, თუმცა ტყუილებით. თქვენი პარტნიორი რაღაცეებს გატყუებდათ და ალბათ ეხლაც გატყუებთ მეგობრებო. ამ ადამიანს არ უყვარს მოლაპარაკებები, ამ ადამიანს უყვარს მხოლოდ კამათი, რითაც საქმეს ვერ მოაგვარებ და პლუს ამას კიდევ უძილობა გაქვთ ამ ყველაფერზე. მოკლედ თქვენ ყველაფერს ძალიან ნერვიულობთ, თქვენ ყველაფერი გულთან მიგაქვთ, ანუ არ ატარებთ ამ ყველაფერს და მოკლედ რო ვთქვათ, მერე თქვენი პარტნიორი ესე იხედება სადღაც იქეთ ნაპირებისკენ, რაც დაადასტურა აგერ კარტმა, ჩემო მეგობრებო, რომ მიდის ყოველთვის. აი ესე მიდის, იხედება ყოველთვის მერე სხვა ნაპირებისკენ, ამიტომ მეგობრებო, თქვენ რჩებით განერვიულებული. მოკლედ ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას, აი და კი, აი ნახეთ, მერე როგორ ხმლების პოზიციაში მოდის ეს ადამიანი და თითქოს და რაღაცეებს გიმტკიცებთ, თითქოს რაღაცეებს გეუბნებათ, მაგრამ თქვენ უკვე აღარ გესმით ეს ყველაფერი და ამის გაგონება უკვე აღარ გინდათ. კი ბატონო, თუმცა ხართ მისი მზე, თქვენთან ბედნიერია, თქვენით ფინანსებს შოვილობს, თქვენ ხართ მისი ბალანსი, თქვენ აძლევთ ამ ენერგიას, მზის ენერგიას ამ ადამიანს და თქვენ მერე რჩებით ესე რთულ სიტუაციებში. ჩემო ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა დახასიათება თქვენს ისტორიას, გავაგრძელოთ ყურება და გავაგრძელოთ ჩვენი თემა ახლა. რა ელოდება, აი რა მოვარდა, კოშკის კარტი. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას ამ ყველაფრის შემდეგ, მეგობრებო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მოდუნდით, არაფერზე არ იფიქროთ დანარჩენზე, უბრალოდ მოისმინეთ თემა. ხმლები, ბევრი კამათი. ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბევრი კამათი. გიწევთ მეგობრებო და ისევ თქვენ. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას ამ ყველაფრის შემდეგ? და დავიწყოთ მეგობრებო. აი, ქვემოდან რა კარტია. შვიდად ხართ, გაწონასწორებულები ხართ, ადამიანი, რომელიც გამოხატავს სხვის მიმართ ძალიან სითბოს ყურადღებას და სხვებზე ყოველთვის ზრუნავს. ძალიან თბილი ხართ სხვების მიმართ და გულწრფელები ხართ მეგობრებო სხვების მიმართ. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას? აბატონო, თქვენ ასე ელოდებით და ის ადამიანი კიდევ მიდი მოდის.
ხან მიდის, ხან მოდის, მეგობრებო. ეს არაერთხელ ხდება ეთყობა, ეს პირველი არ არის, რომ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი გაუჭირდება და მოვა და თქვენგან აიღებს ენერგიას და წავა. აი, ეხლა მოდის, მოსვლის მომენტი აქვს, მოსვლის პროცესი აქვს, იმიტომ რომ წასულია უკვე და ეხლა უნდა მოვიდეს, რადგან ენერგია უნდა შეივსოს. აი, სამყარო. ძალა და ურთიერთობაზე მუშაობა და მთელი იმედების და წარმატების მიღწევები. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ეხლა უნდა თქვენთან მოსვლა, რადგან ეხლა იმყოფება ენერგიის გარეშე და ამ ადამიანს უნდა რომ ენერგია შეივსოს და თქვენამდე მოვიდეს, თუმცა სამყარო მოუშვებს მას, სამყაროს იმედი აქვს. როგორც ჩანს, სამყაროს ევედრება თუ რა არის? სავარაუდოდ კი, სამყარო მოუშვებს მას. თვითონ ფიქრობს ასე. და მთელ მის რიგით ოცნებებს აიხთენს. რომ დადგება ფეხზე მატერიალურად თქვენი ენერგიით, რომ ძალას მიცემთ, რადგან თქვენ ხართ მისი სასიცოცხლო ძალა გაქვთ, თქვენ ამ ადამიანზე ძალა გაქვთ, თქვენ დააკეტიებთ და გააღებიებთ პირს. და მან იცის, რომ თქვენგან აიღებს ძალას და თქვენთან მოვა ეხლა თითქოს და სამუშაოთ, ურთიერთობაზე სამუშაოთ. ნუ კარგი, ნახოთ ეხლა. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას, თქვენი ურთიერთობის მომავალი. თქვენი პარტნიორი ფიქრობს კი ამ ყველაფერზე, თქვენთან არის, თქვენს ურთიერთობაში არის ეხლა მანძილი და ამ სამყაროს კარts კიდევ თუ ვიგულისხმებთ, ნამდვილად მანძილია თქვენ შორის. თუნდაც მანძილი არ იყოს მეგობრებო, მაინც ერთმანეთისთვის შორს ხართ, აზრი არ აქვს თქვენს ერთად ყოფნას ამ ეტაპზე. მაგრამ გეტყვით ეხლა. ეს ადამიანი ეხლა ფიქრობს თუ როგორ თითქოს და წასვლაზე ფიქრობს. აი, მოდით ასე ვიტყვი, წასვლაზე, სადღაც წასვლაზე ფიქრობს. манипуляციების ჩართვა უნდა კიდევ თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს არის манипуляტორი, უკიდურესად манипуляტორი. ადამიანი, რომელიც გრძნობებით манипуლირებს მეგობრებო. ადამიანი, რომელსაც ეხლა თქვენთან აქვს ბევრი სირთულეები და სირთულეები მოგიტანათ, ჩემო ძვირფასებო. ამ ადამიანმა ძალიან დიდი პრობლემები და სირთულეები მოგიტანათ. ამ ადამიანმა თქვენთან ითამაშა ისეთი არალოგიკური, არასასიამოვნო დანაკარგები, აი ფანტაზიებში შეგიყვანათ, ილუზიებში შეგიყვანათ და ამავდროულად ადამიანმა თქვენთან შანსი ვერ გამოიყენა. და ეხლა მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანს აქვს ეხლა ძალიან ბევრი პრობლემები, რო იტყვიან. შეიძლება კონდეს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემა, მატერიალური პრობლემა, ამ ადამიანს შეიძლება კონდეს პასუხისმგებლობა აღებული, ამ ადამიანს შეიძლება კონდეს რაღაც ფორმიანი ადამიანი იყოს, რაღაც თავისი საქმიანობა კონდეს, მეგობრებო. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს პრობლემები სამართალთან. მოკლედ რო იტყვიან, ყველანაირი პრობლემა შეიძლება კონდეს, ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური, არ აქვს მნიშვნელობა. და აი, უნდა რომ ესე თასებით ვიყოთ მასთან. თუმცა მას აქვს მართლაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს. მას აქვს ძალიან დიდი ის დგანა ეხლა ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე. გულგატეხილია. რისთვის? გულგატეხილია, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდ იცით რაზე ფიქრობს? ათიანების მონეტა. აი, ხვავზე, ბარაქაზე, აი თავის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ოჯახზე ფიქრობს, აი ფიქრობს ყველაფერზე, მატერიალურზე და ეს ყველაფერი მხოლოდ მისთვის. სულელის არკანი, აი თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი იქცევა სულელივით. ყოველთვის არის ხმლების პოზიციაში მეგობრებო და გაურკვევლობაში გამყოფებთ, იმიტომ რომ მანც არ იცის, რას აკეთებს. ვისთან როგორ იქცევა და ზოგადად მას რა უნდა, მან არ იცის მეგობრებო და თქვენ კიდევ ამ ადამიანის იმედი გაქვთ ან გქონდათ, ან გაქვთ. ეხლაც გაქვთ მეგობრებო. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას? ჯერჯერობით გაურკვეველია. გაურკვევლობაში გამყოფებთ. ძალიან გულგატეხილი ხართ მეგობრებო. ესეთი სტაბილური ადამიანები ძალიან გულგატეხილები ხართ. თქვენც არ იცით რა უნდა მას და მანც არ იცის რა უნდა მას, თუმცა ფარული ურთიერთობა. ამ ადამიანს უნდა ფარული ურთიერთობა. ხედავთ ხო? მხოლოდ კვერთხები. ამ ადამიანს ძალიან ეიმედებით, ძალიან ეკაშკაშებით. ეს ადამიანი გიყურებთ რომ ხართ ძალიან მუხჩახრილი, მშრომელი ადამიანები, სულიერად მაღალ ვიბრაციებზე მყოფი ადამიანები. თქვენ ძალიან წამთ უფლის და თქვენ ცუც არასოდეს არაფერს არ ჩაიდენთ. ეს ძალიან კარგად იცის.
და აი ესეთი ადამიანები, სამართლიანი ადამიანები, რომლებიც უსამართლობას მოჭრის და მოკვეთავს, არავითარ შემთხვევაში ტყუილებს არ დაუშვებს, ესეთი ადამიანები მოგატყუათ ჩემო ძვირფასებო. და აი ოჯახი, დასვენება, აი გპირდებოდათ ოჯახს, გპირდებოდათ დასვენებას, აი ყველაფერს გპირდებოდათ რომანტიულს, ასე, ისე, და აი ესე დაგტოვათ ჩახმალულები. დაგიკეტათ ყველანაირი გზა მეგობრებო. ყველანაირი გზა დაგიკეტათ ამ ადამიანმა. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას? რა ელოდება თქვენს ურთიერთობას? ჩემო ძვირფასებო. ერთი წუთით. ეხლა ვეკეთებით. ეს ადამიანი, თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს მეგობრებო. თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. თითქოს სადღაც წასვლა უნდა. რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს უცებ რაღაცას გამოიჩენს და პაჟი გამოგეცხადებათ. აი რაღაც იცით როგორ გამოგეცხადებათ პასუხისმგებლიანად არა მეგობრებო. გამოგეცხადებათ იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. გამოგეცხადებათ იმიტომ რომ აი მას ჭირდება მხოლოდ თქვენ არა. თქვენ რომ რამე გასიამოვნოთ არა. თითქოს და მას გონია რომ აი ამით ყველაფერს დაატრიალებს, ამით საქმე შემოატრიალებს, მისი ეს თითქოს და გამოჩენით რომ პირი დაგჭერთ ღია და მას გონია რომ ამით ყველაფერს შეცვლის, მაგრამ ვერა მეგობრებო. ეს ადამიანი, რომელიც ამ პოზიციაშია, ვერაფერს ვერ შეგიცვლით ჩემო ძვირფასებო, ასე რომ იმედეს ნუ დაისახავთ ამ გადასახედიდან. გამოჩნდება და თითქოს რაღაც ახალ ამბავს გაიგებთ ამ ადამიანზე ან თვითონ გეტყვით. აი დაგეხატებათ რაღაც უცებ წინ, გამოგეცხადებათ და თითქოს და ეს უნდა იყოს თქვენთვის სასიხარულო. მაგრამ ვერა. დაგპირდებათ სიყვარულს, დაგპირდებათ აი რაღაც მოულოდნელად ამ გამოჩენით თითქოს და რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ აი თქვენ როგორ დახვდებით? აი ესე მეგობრებო, შემოგფიცებთ სიყვარულს, იმიტომ რომ თვითონ არის დანაკარგებში. აი თქვენ ესე დახვდებით. გაუშვებთ, გააბუძუნებთ უკან გააბუნძულებთ მეგობრებო. აი ესე ეტყვით რომ დავაი აქედან. მორჩა, კინო წაით სახში. აი ასე ეტყვით მეგობრებო. დასრულდა კინო, მორჩა კინო, წაი სახში. აი იმერულ ესკიზებში როა, წაი სახში. დამთავრდება მისი სიმშვიდე მეგობრებო, დამთავრებულია მისი სიმშვიდე და თქვენი სიმშვიდე მის მიმართ. თქვენში სიმშვიდე დამთავრებულია. ეს ადამიანი ძალიან ეცდება მდგომარეობის მწყნარებას, მაგრამ არა. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას? სამართლიანობა. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას? რა ელოდება თქვენს ურთიერთობას და წერტილი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამკუთხედები იყო. თქვენ დაუსვამთ წერტილს. თქვენ აირჩევთ ახალ გზას, თქვენს გზას, თქვენ დაიწყებთ ყველაფერს ნოლიდან, იბრძოლებთ თქვენთვის, თქვენი სურვილებისთვის, თქვენი ოცნებებისთვის უკან არაფერზე დაიხევთ, მხოლოდ თქვენ რაც გიხარიათ, მხოლოდ თქვენ სად ამოგდით მზე, მხოლოდ თქვენ როგორც გიხარიათ ისე და აი თქვენი გამარჯვებაც მეგობრებო. აი თქვენი ტრანსფორმაციაც. ჩემო ძვირფასებო. აი ის ადამიანები ეხლა ვინც მე მიყურებთ, თქვენ გადახვედით მეორე ტურში და ეს ტური არის ტრანსფორმაციის. ესეც ასე. აი ესეთი ადამიანები, მეგობრებო, ესეთმა ადამიანმა გადაგიყვანათ ტრანსფორმაციაში, როდესაც პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ თქვენ რადგან ამ ადამიანთან არაფერი გამოგივიდათ, ამიტომ სამყარომ გადაგიყვანათ ტრანსფორმაციაში და თქვენ უნდა დაიბრუნოთ თქვენი ეს პოზიცია, მხოლოდ თქვენი პოზიცია. ეხლა იმყოფებით ტრანსფორმაციაში და თქვენ გამოხვედით გამარჯვებული, გამოდიხართ გამარჯვებულები მეგობრებო. რა ელოდება თქვენს პარტნიორს? ეხლა უნდა ვკითხო, გამიჩნდა შეკითხვა. რა ელოდება თქვენს პარტნიორს? რა ელოდება თქვენს პარტნიორს? რა ელოდება თქვენს პარტნიორს? უძილობა, სიყვარულზე ფიქრი, ფინანსებზე ფიქრი და შეშინებული ამ ყველაფრის ყურება. მინდა რომ კარტები გაჩვენოთ. თითქოს რაღაც შემოთავაზებები ექნება ამ ადამიანს, მაგრამ ექნება ყოველთვის ჩხუბი, წვალება, ღამე უძილობა. ეს ადამიანი ყოველთვის მოძებნის სიყვარულს, ეს ადამიანი მხოლოდ იმუშავებს ფინანსურად და ყოველთვის იქნება შეშინებული თავის მომავალზე, იმიტომ რომ
ყოველთვის იყო არასამართლიანი თქვენთან. ეს ადამიანი ყოველთვის გაიხედება სხვა ნაპირებისკენ, რა ურთიერთობაშიც არ უნდა იყოს. ეს ადამიანი ყოველთვის იფიქრებს ფინანსებზე, მაგრამ ყველაფერი დარჩება წარსულში. იმიტომ რომ აი ესეთ პოზიციაში იყო თქვენთან, იმიტომ რომ ამ ადამიანმა უცებ მიიღო გადაწყვეტილება, უეცრად გაიგეთ რაღაც და ამ ადამიანმა, მოკლედ მეგობრებო, ისეთ პოზიციაში შეგიყვანათ, რომ თქვენ სხვა გზა არ დაგიტოვათ. ადამიანი, რომელიც სულხმრების პოზიციაში იყო თქვენთან. რა ელოდება მას? პაუზები. რა ელოდება მას? სამართალი. სამართლიანობა მეგობრებო. რა ელოდება მას? რა ელოდება მას? კოშკი. რა ელოდება მას? რა ელოდება მას მეგობრებო და ტყუილები. თქვენი პარტნიორი ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას ჩემო ძვირფასებო. ძალიან მსიამოვნებს ეხლა აქ რასაც ვხედავ. თქვენი პარტნიორი თუ კი იმყოფება ქორწინებაში მეგობრებო და იქ თუ ყავს მას ქალბატონი, ის ქალბატონი მეგობრებო მოატყუებს. იმ ქალბატონთან ელოდება ტყუილები. აი, იმ ქალბატონთან ელოდება ტყუილები და აი მერე თქვენი პარტნიორის როიტყვიან სამართლიანობა. იმით რომ თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა არასწორი არჩევანი გააკეთა, მას ელოდება კოშკი, ვისკენაც გააკეთა არჩევანი იმ ადამიანიდან ელოდება ტყუილები, იმიტომ რომ განაჩენი ესეთია უფლის, რადგან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, იქ სადაც აქვს მიჯაჭვულობა, თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს, ეს ყველაფერი მას შეიყვანს მთვარეში. რა ვქნათ მეგობრებო, სხვა გამოსავალი არ აქვს. ის რაც დათესა მოიმკის იმას, რადგან არასწორი არჩევანი გააკეთა თქვენთვის ჩაფიქრებულმა ადამიანმა და თქვენ შეგიყვანათ მთვარეში და ყვავებში, ადამიანმა რომელმაც გაგიცრუათ იმედები, ადამიანმა რომელმაც მოკლედ თქვენი არაფერი გაითვალისწინა და ესეთი ადამიანები, იმპერატორი, იმპერატრიცა ადამიანები შეგიყვანათ მეგობრებო ტრანსფორმაციაში, მას ელოდება ის რომ რადგან ამ ადამიანმა არასწორი არჩევანი გააკეთა და აირჩია სხვა პიროვნება აირჩია, სხვა სიტუაცია აირჩია, თუნდაც მშობელი აირჩია, მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ამ ადამიანს სიყვარულში არასოდეს არ გაუმართლებს. ურთიერთობაში არასოდეს არ გაუმართლებს მეგობრებო. არასოდეს არ ექნება სიმშვიდე, ვერასოდეს ვერ აწარმოებს ეს ადამიანი მოლაპარაკებას მშვიდობიანს. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი შევა ისეთ პოზიციაში, რომ აი მაპატიეთ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს უფლის და სამყაროს სამართალი, იმიტომ რომ ევედრება აგერ ჩანს სურათი, რომ ევედრება უფალს დახმარებას და შველას, თუმცა აგერ სამჯერ ქონდა საშუალება და ეს ვერ გამოიყენა თავისი შანსები თქვენთან მიმართებაში, ამიტომ მეოთხე შანს უფალი აღარ მიცემს, ღმერთი სამობით არისო რო იტყვიან და დაილოცა უფლის დიდება მეგობრებო. ასე რომ თქვენი პარტნიორი, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მეგობრებო, დარჩება წყალში თუ პირში წყალგამოვლებული თუ წყალჩაგუბებული თუ როგორ არის ჩალაგამოვლებულია. ძალიანაც კარგი. მოდი მაინც ვკითხავ ახლა. რა ელოდება? კიდევ ვკითხავ. კიდევ მაინტერესებს მეგობრებო. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას ბოლო-ბოლო? თქვენი ურთიერთობის დასკვნა სამყაროს თვალით. როგორ ხედავთ თქვენს ურთიერთობას სამყარო? აი მეგობრებო, სამყარომ გადაწყვიტა ასე. აი მეგობრებო, ღმერთო რა ვქნა. მეგობრებო, სამყარომ გადაწყვიტა, რომ ის ურთიერთობა, რაშიც იყავით, მიჯაჭვულობა, რაც იყო არაჯანსაღი ურთიერთობა, სადაც იყო არაჯანსაღი სიყვარული, აი და ის რომ აი ეს ურთიერთობა მიდიოდა უკვე უკან, ცვლილებები. სადაც იყო манипуляციები, ესეთ ურთიერთობას სამყარო არ დაუშვებს. თქვენ რა გელოდებათ? თქვენ რა გელოდებათ მეგობრებო? თქვენ გელოდებათ გამგზავრება, თქვენ გელოდებათ დასვენება, თქვენ გელოდებათ სადღაც წასვლა,
წასვლა გელოდებათ მეგობრებო და ამ წასვლაზე, ამ გზაზე, ამ გამგზავრებაზე, ამ ადგილის შეცვლაზე თქვენ შეხვდებით თქვენს პარტნიორს. თქვენ გაიცნობთ ადამიანს ამ გზაზე. ამ გზაზე თქვენ დაისვენებთ თან და ამ გზაზე, ამ გზის შეცვლით თქვენ გაიცნობთ ადამიანს და ეს იქნება სამართლიანი. ამ გზაზე თქვენ ნახავთ თქვენს მომავალს. უკან არ დაიხიოთ არაფერზე მეგობრებო. არაფერზე უკან არ დაიხიოთ. არ დაიხიოთ. აი რვიანების თასი დატოვეთ. სადაც არ გპირდებიან ცხრიანის თასებს და ათიანებს თასებს მეგობრებო. ეს ურთიერთობა დატოვეთ. რვიანების თასებზე არ დაჯერდეთ. არავითარ შემთხვევაში. თორე დაგაპაუზებთ. დაპაუზდება თქვენი ცხოვრება მეგობრებო. თუ გინდათ რომ ძალა გქონდეთ. თუ გინდათ რომ მეგობრებო თქვენ ცხოვრებაში მუდამ ანათებდეს მზე. უნდა იყვეთ ათიანების თასებში. ათიანების თასები მიიღეთ მხოლოდ. მეტი არაფერი. თქვენ აუცილებლად გელოდებათ შეტყობინება. თქვენ რაღაც უეცრად პროგრესზე წახვალთ მეგობრებო. თქვენ უეცრად პროგრესზე წახვალთ. თქვენ რა გელოდებათ? ძალიან ბევრი შემოთავაზებები გექნებათ და ამ ტყუილებიდან გამოხვალთ. რაშიც გპირდებოდათ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, იქ რაშიც გაუგებრობაში გამყოფებდათ და ხმლების პოზიციაში შეგიყვანათ და დაგაფიქრათ ამ ყველაფერზე. აი ზუსტად. აი თქვენ გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება ისე როგორც თქვენ გინდათ და აი კიდევ თქვენი გამარჯვება ჩემო მეგობრებო, ასე რომ ამ ყველაფერზე აღარ ინერვიულოთ და აღარ იდარდოთ. მორჩა კინო. მოდი ვნახოთ ეხლა. მოდი ეხლა ვნახოთ ჩემი მეორე დასტით, ჩემო ძვირფასებო. ჩემი მეორე დასტით. ის რაც უნდა იცოდეთ ამ ყველაფრის შემდეგ. თქვენი მომავალი, რომელიც არ იცით და რა უნდა იცოდეთ თქვენი მომავლის შესახებ. ჩაიფიქრეთ მეგობრებო თქვენი მომავალი. აი უბრალოდ ჩაიფიქრეთ თქვენი მომავალი დღის შემდეგ. რა გელოდებათ კარგი და რა უნდა იცოდეთ თქვენი მომავლის შესახებ. ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ. თქვენი მომავალი დღის შემდეგ. თქვენი მომავალი დღის შემდეგ მეგობრებო. ის რაც ახლა კრიზისში ხართ, ძალიან დიდ კრიზისში ხართ, დასრულდა თქვენი რაღაც წარსული, ხართ მიტოვებულები ადამიანიდან, გაქვთ კრიზისი და გაურკვევლობაში ხართ. თქვენ ხართ ახლა გაურკვევლობაში, თქვენ არ იცით თქვენი მომავლის არაფერი კარტი გადამივარდა. აი ესე ხართ. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება ესე იჯდეთ და ტიროდეთ კიდევაც მეგობრებო. თქვენ სრემლებს არავის არ აჩვენებდეთ. თქვენი არავინ არაფერი არ იცოდეთ, თუმცა არც გინდოდეთ ბევრ თქვენთაგან საუბარი არავისთან. ის რომ ცხოვრება მოგცემთ კიდევ შანსს. ის რომ აი ეს თქვენი ემოციური ფონი მეგობრებო, რაც აქ გააქვთ, ამ ყველაფრიდან განთავისუფლდებით და გარისკავთ თქვენ ცხოვრებას გარისკავთ. თქვენ უფალი მოგცემთ და სამყარო იმ შანსს, რომ თქვენ ამ ყველაფრიდან გამოხვალთ და ცხოვრების რისკზე წახვალთ. თქვენ აუცილებლად იპოვეთ თქვენს ორეულს. თქვენ აუცილებლად გექნებათ აი ეს გრძნობები, მეგობრებო, უბრალოდ მიენდეთ სამყაროს, მეტი არაფერი. უბრალოდ მიენდეთ სამყაროს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენთვის საჭიროა და თქვენ გეკადრებათ. მომიტევეთ, გადმომიცვინდა კარტები, ბევრი რაღაცის თქმას ცდილობს, მეგობრებო, ასე რომ რა უნდა იცოდეთ კიდევ? რა კარგი ამბები შემოდის თქვენ ცხოვრებაში? რა კარგი ამბები შემოდის კიდევ? აი რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? თქვენ ცხოვრებაში შემოდის ურთიერთობა, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ფიცი და ერთგულება, პასუხისმგებლობა. აი მეგობრებო, მე ამ კარტით მეც არ გავაგრძელებ. თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი სულიერი მეგობარი, თქვენი სულმეითი და ნათესავი, სულიერი ნათესავი, რომელთანაც გექნებათ ერთნაირი გრძნობები. რასაც გასცემთ, იმას დაგიბრუნებთ და ადამიანი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, აი ეს ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას. და ძალიანაც კარგი მეგობრებო. ძალიანაც კარგი. მივესალმები
თქვენს ამ ყოფას. მოდით კიდევ ეხლა ჩემი მესამე დასტით ვკითხოთ ეხლა ჩემს დასტას ძვირფასებო. კიდევ როგორი იქნება თქვენთვის სასურველი ადამიანი? აი ესეთი კითხვა გამიჩნდა ეხლა. მოდით ვკითხოთ. ბევრ თქვენთაგანს დააინტერესებს ეს კითხვა. რა თვისებებით იქნება თქვენთვის ჩაფიქრებული თქვენი პარტნიორი, ის პარტნიორი, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში. რა თვისებებით იქნება, მეგობრებო? რა კარგი და დადებითი თვისებები ექნება თქვენს პარტნიორს? და მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. მოდი რა, ამ კარტითაც აღარ გავაგრძელებ. თქვენს პარტნიორს ექნება ძალიან ბევრი კარგი თვისებები. თქვენს პარტნიორს ექნება, იცით როგორი თვისებები? აი თქვენ რო ღიმილს დაგიბრუნებთ. დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას, თავდაჯერებულობას, შეგმატებთ. მოგცემთ ძალას იმის, რომ თქვენი ოცნებები რეალიზებაში მოიყვანოთ. მოგცემთ იმის სტიმულს და ძალას, რომ გადაწყվიტოთ ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ. თქვენ გექნებათ ძალიან კარგი, იცი რა გექნებათ? ემოცია გექნებათ ყოველთვის ძალიან კარგი. კონკრეტულად გეცოდინებათ ამ ადამიანის შთაბეჭდილება. კონკრეტულად, აი მეგობრებო. აი რა ვქნა? როგორი იქნება თქვენი პარტნიორი? იმას რომელსაც არ იცნობთ. იცოდეთ რომ მეგობრული. თქვენი ურთიერთობა დაიწყება მეგობრობით. იცით როგორ იგრძნობთ თავს ამ დროს ეს ადამიანი, როდესაც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, თითქოს და დიდი ხანია იცნობთ. თითქოს და მეგობრობდით დიდი ხნის უკნიდან. თითქოს და აი იგრძნობთ წარსულიდან მოსულ აი რაღაც შეგრძნებებს. ამ ადამიანთან იგრძნობთ ბავშვივით თავს. თუმცა ერთნაირები იქნებით ორივე მეგობრებო. გექნებათ დაფასება, სიყვარული და ურთიერთობაში გექნებათ ჰარმონია, რაც მთავარია, ბალანსი. აი ასე. ძალიანაც კარგი. აი ესეთია მეგობრებო თქვენი პარტნიორი. ნამდვილი პარტნიორი, რომელიც არის ზუსტად თქვენი, უნდა გამოიცნოთ იმითი, რომ ჯერ ეს ერთი ურთიერთობა უცებ არ მიდის. ურთიერთობაში არის ბალანსი. მხოლოდ მე, მხოლოდ შენ არა, ჩვენ. პარტნიორი როგორიც ხართ, ისეც მიგიღებთ მეგობრებო. აი როგორც ბავშვები ერთმანეთს ღებულობენ, აი ისეთივეს როგორებიც არიან, ხო? აი ესენი ხო არ არჩევენ ურთიერთობაში ვინ კარგია, ვინ გლახა. არა მე უფრო, არა შენ უფრო. არა ჩემი აზრი უფრო, არა მეგობრებო. არა. ბავშვივით წმინდა მეგობრობით იწყება და ესევე გრძელდება ურთიერთობა. არა მხოლოდ მიჯაჭულობა, აქ არ არსებულია მიჯაჭულობა, არც ცალ-ცალკე ყოფნა შეგიძლიათ და არც თუნდაც იცით როგორი სიტუაცია მომიტევეთ. აი თუნდაც ცალ-ცალკე წახვიდეთ სადმე, იმის ეჭვიანობის საბაბი არ გაქვთ და ერთადაც რო ხართ, არ აღიზიანებთ ერთმანეთს მეგობრებო. აი სასწაული შეგრძნებაა და კარგი გეუბნებათ. არავის არაფერი უთხრათ. всё. მე აქვე დავამთავრებ ეხლა ამ კარტით გაგრძელებას. მეც აღარაფერი აღარ უნდა გითხრათ, ალბათ საკმარისი ვისაუბრე და მეტი არაფერი არ უნდა იცოდეთ, ჩემო მეგობრებო, ასე რომ დაჯერდით იმას, რაც გითხარით. უბრალოდ აი დაკმაყოფილდით, აი ნახეთ რა ლამაზი კარტებია და აი ისიამოვნეთ ამ ყოლაფრით და იყავით თავდაჯერებულები და იცოდეთ ზოგადად რომ არავის არაფერი არ უნდა უთხრათ მეგობრებო. აი ასე. მოდით ეხლა კიდევ დროის კარტსაც გამოვიყენებ და ეხლა ვნახოთ თუ რას გვეტყვის ჩემი დროის კარტი. ვიცი რომ ყოველთვის გიყვართ ამ კარტით სარგებლობა, ჩემო მეგობრებო, მეც ძალიან მიყვარს. ჩემი ყოლა დასტა მიყვარს ძვირფასებო, ასე რომ ხელში რომ დავიჭერ, თითქოს და ძალიან დიდ ძალას გრძნობთ გარწმუნებ. ძალიან დიდი ძალა აქვს. და ეხლა ვნახოთ რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენთვის სასურველი ახალი ადამიანი. ახალი ადამიანი მეგობრებო, რა სათაურით დავიწყე, მაგრამ არა უშავს, ალბათ ასე იყო საჭირო. რო თქვენთვის სტიმული უნდა მომეცა, თქვენთვის სტიმული მეგობრებო. რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი.
რა დროის ვადაში? შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, რა დროის ვადაში, ან თქვენ თვითონ ჩაიფიქროთ დრო და თქვენი თვე ჩაიფიქროთ დრო, მეგობრებო. თქვენ თვითონვე ჩაიფიქრეთ დრო. და ნახოთ, ჩემი ლამაზი დასტა კიდევ რას გვეტყვის. დრო ჩაუთქვით თქვენ თვითონ. რა დროის ვადაში? მე ამოვიღებ ახლა ერთ კარტს. რა დროის ვადაში? მეგობრებო. რა ვქნა? იანვარში. და ნახეთ ქვემოდან რა კარტია? დაელოდეთ იანვარს. დაელოდეთ იანვარს. აბატონო, მეგობრებო, იანვარიც მოსულია. ლოდინის მეტი მართლაც არაფერი შეგვიძლია, ასე რომ მოთფინებით დაველოდოთ და თქვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლიათ იფიქროთ თქვენს ახალ ურთიერთობაზე, ახალ ადამიანზე, ახალი მაინც კარგია, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ძველი პარტნიორი გაუშვით. აღარ იფიქროთ. რა ელოდება თქვენს ურთიერთობას? თქვენს ურთიერთობას ელოდება დასასრული და ახალი ურთიერთობის შემოსვლა გელოდებათ თქვენ, ასე რომ ელოდეთ მხოლოდ ახალს. ყოველთვის არჩევანის წინაშე როცა დადგებით, ჩემო ძვირფასებო, და თქვენ აუცილებლად ყოველთვის გექნებათ არჩევანის უფლება, ამას ვერავინ წაგართმევთ, ყოველთვის აირჩიეთ ახალი. ახალი პარტნიორი, ახალი ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო, ახალი ურთიერთობა. მე კი ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, ყველას ქონოდეთ გულში მზე და სითბო. მეგობრებო, არასოდეს იცით რას გეტყოდით? არასოდეს არ დაკარგოთ იმედი და რწმენა ყოველთვის იქონიეთ უფლის, საკუთარი თავის და ყოველთვის იყავით გულღია. ის რაც მოდის თუ მიდის თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ ცხოვრებაში მოდის, გაუღეთ ყველაფერს კარები, რაც ახალი შემოდის. ძველს დაუკეტეთ, მეგობრებო, კარგად დაკეტეთ. ძველისთვის კარები კარგად დაკეტეთ და ახალს გაუღეთ კარები. ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას ჩემო ძვირფასებო. რაც შეეხება პირად გაშლებს, ვისაც გსურთ, აქვე YouTube გვერდზე, გადმოდით ჩემს გვერდზე და მაქვს მითითებული ნომერი. პირადად მომწერეთ და მე კი ხმოვანით გიპასუხებთ ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი დილის გათენება. აბა დროებით და გელოდებით კომენტარებში.